ახალი მინისტრი მის პირველ შეხვედრაზე ჯონ კერისთან რაში გამოვიყენებთ ამ შეხვედრას იმისთვის, რომ ამერიკელ პარტნიორებს უთხრევთ ის, რაც ყველაზე მეტად გვიჭირს. პირველ რიგში ეს იქნება გაცნობიტი შეხვედრა და ძირითადი საუბარი დაეთმობა საქართველოში არსებულ და საქართველოს და რეგიონის უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს, ისაუბრებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, იმ ჰუმანიტარულ პრობლემაზე, რომელიც შეიქმნა იქ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ხელოვნური ბარიერების და მავთულხლართების გავლებით და რა თქმა უნდა დიდი ყურადღება დაეთმობა რუსეთსა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეჟიმს შორის ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების გაფორმებას და იმ შედეგებს, რომელიც შეიძლება მოყვეს არა მარტო საქართველოს და რეგიონისთვის, არამედ ზოგადად ევროპული უსაფრთხოებისთვის. თქვენ თვლით, რომ ევროპას და თუნდაც ამერიკა უფრო კრიტიკული და უფრო ქმედითი უნდა იყოს საქართველოსთან დაკავშირებით და თქვათ განელდა ყურადღება ჩვენს ქვეყნის მიმართ? არა მარტო ეხლა ვთვლით, არამედ ჯერ კიდევ 2008 წელს ვთვლით, რომ რო ყოფილიყო ადეკვატური რეაქცია დასავლეთის მხრიდან, ესეთი გაგრძელება მას არ მოყვებოდა უკრაინაში. დღეს რაც ხდება, უკრაინა მთელი ყურადღება გადატანილი არის უკრაინისკენ და ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი დიპლომატიური და პოლიტიკური ძალისხმევა გვჭირდება იმისათვის, რომ დავანახოთ ჩვენ ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს თუ რა ხდება ჩვენს რეგიონში და აი ამ კონკრეტულ ხელშეკრულებას შევხედოთ არა როგორც დოკუმენტს, არამედ პროცესს, რომელიც ეხლა არ დაწყებულა, დაიწყო ჯერ კიდევ 2008 წელს და აუცილებლად ექნება გაგრძელება ძალიან მძიმე შედეგებით და არა მარტო ჩვენ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ ევროპული უსაფრთხოებისთვის და ამიტომ არის აუცილებელი, რომ იყოს ადეკვატური რეაქცია, რომ მისი სავალალო შედეგები რაღაცნაირად იქნეს მინიმიზებული.